მოგესალმებით. მოგიკითხავთ ყველას ძალიან დიდი სიყვარულით, პატივისცემით. მინდა მადლობა მოგიხადოთ, როგორც ყოველთვის, თქვენი აქტიურობისთვის, იმისთვის, რომ ყოველდღიურად დღითი დღე უფრო მემატება გამომწერები. მადლობა ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და დობისთვის, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. ახლა გადავწყვიტე გავაკეთო საჯარო გაშლა შეკითხვაზე, თუ როგორ გხედავენ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანები. ანუ როგორ შთაბეჭდილებას ტოვებთ მათზე. ვარიანტებისთვის გამოვიყენებ რომელ დასტას. მოდი იყოს ეს იყოს პირველი ვარიანტისთვის, რადგან ვერ მოვიფიქრე რომელი დასტა მინდა ამურში. გამოვწიოთ პირველი ვარიანტი. ეს იყოს მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტისთვის იყოს მოდი ეს დასტა. აი ეს. ჩაიფიქრეთ ამ სამიდან ერთ-ერთი, პირველი, მეორე და მესამე. როგორ შთაბეჭდილებას ტოვებთ? მე ხა გადავდებ დროებით. ამ დასტებს. და პირველი ვარიანტი. როგორ შთაბეჭდილებას უტოვებთ ჩაფიქრებულ ადამიანებს? ну ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩანს ესეთი განწყობა, რომ ადამიანები ხედავენ ძალიან მოტივირებულ, შრომის მოყვარე, მიზანდასახულ ადამიანებად. თითქოს ადამიანებს აქვთ ისეთი შთაბეჭდილება, რომ თქვენ ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე და თქვენ ხართ თქვენი ცხოვრებისა და ბედისწერის ბატონ პატრონი. ეგეთი ადამიანის შთაბეჭდილებას უტოვებთ, რომ თითქოს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში რაც ხდება, არის თქვენი შრომის, თქვენი მიზანდასახულობის შედეგი, რომ ყველაფერი რეალურად რაც გაგაჩნიათ, ესე უბრალოდ მარტივად არ მოსწულად თქვენს ცხოვრებაში. სხვათა შორის აი ამ ვარიანტის ამომრჩევლებს თუ ნათაური რუკა გაკეთებული გაქვთ და ასტროლოგიაში ერკვევით, შეიძლება თქვენს შემთხვევაში იყოს დომინანტი პლანეტა სატურნი. ესეთი შთაბეჭდილება მრჩება. იმიტომ რომ აი მიზანდასახული მებრძოლი ხასიათის ხალხი ხართ. მარტივად რომ არ გატყდებით ცხოვრებაში, მარტივად რომ არ დანებდებით, ესე რომ ხელს არ ჩაიქნევთ და ამტანიანობაც რო გაგაჩნიათ სხვათა შორის. შეიძლება არ არის მარტივი ის არჩევანი და გადაწყვეტილება, რაც მიიღეთ და რაც გააკეთეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაჩაგრულ მდგომარეობაში ყოფნას და ვინმესთვის მუდამ დახმარების თხოვნას გერჩივნათ, რომ აი ეს სირთულეები გაგევლოთ და შეგექმნათ თქვენი თავისთვის სტაბილურობა და სიმყარე, ვიდრე მუდმივად სხვების შემყურე ყოფილიყავით. აი ესეთი შთაბეჭდილება აქვს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს ან ადამიანებს, ხო, ვინც ჩაიფიქრეთ. მოდი ვიკითხოთ რეალურად როგორი ადამიანი ხართ თქვენ. ვინ მიყურებს პირველ ვარიანტში, როგორი ხალხია რეალურად?
კი ბატონო. როგორი ხალხი ხართ და საერთოდ თქვენი არსი და თქვენი ხასიათით საკმაოდ ლაღი ბუნების ხალხი ხართ, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა შეიძლება გქონდეთ. რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენ ცხოვრებაში, ყოველთვის შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი, პოზიტიური განწყობა. და აი ეს ყველაფერი გეხმარებათ იმაში, თუ რასაც აკეთებთ ახლა თქვენ. აი თქვენი ესეთი ხასიათით ძალიან იმარტივებთ იმ ყოფას, სადაც ხართ, როგორც ხართ და რასაც აკეთებთ. და მე აქ ვხედავ იმასაც, რომ თუ კი წააწყდებით უსამართლობას, უპატივცემულობას, ისეთ მოპყრობას, რომელსაც თვლით, რომ არ იმსახურებთ, აი დაუფიქრებლად შეგიძლიათ ადგეთ და წახვიდეთ უკან მოუხედავად. აი თქვენ ესე როგორ გითხრათ, თავში ხელს მარტივად არავის არ წამოარტყმებინებთ და არც არავის დაბალი ღობე არ გახდებით არასდროს რა, იმიტომ რომ აი ძალიან ესეთი ამაყიც, თავმოყარეთ და აი შინაგანად რაღაცა აი შემართება გაქვთ, აი სისხლში და ხორცში გაქვთ გამჯდარი, აი არ მინდა რომ ახლა გამოვიყენო ბარბარიზმი, მაგრამ აი რაღაც ჟილკა გაქვთ რა. აი ეს თქვენია. რა ასაკშიც არ უნდა იყოთ, ხართ აგეთი მებრძოლი სულის ადამიანები რა. ძალიან მომწონს ხოთაშორის პირველი ვარიანტი. მიყვარს ასეთი ხალხი, ძალიან. მოკლედ ეს იყო პირველი ვარიანტისთვის, რაც შემეძლო რომ ამ ეტაპზე მეთქვა. შეგახსენებთ რომ დაალაიქოთ, დააკომენტაროთ, ძალიან მიხარია ხოლმე თქვენი უკავშირი. და პირადი კონსულტაციებისთვის ნომერზე 511 14 91 78. აბა დროებით გადავდივარ ახლა მეორე ვარიანტთან და ნახოთ ახლა მეორე ვარიანტთან რა გველოდება. მეორე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ, აი ეს დასტა. როგორი შთაბეჭდილება აქვს ადამიანებს შექმნილი თქვენზე. ადამიანების შთაბეჭდილება. ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ მათი. აქ ვარიანტში მგონია რომ ცოტა უკომპრომისო ადამიანები შეიძლება ეგონოთ ადამიანებს. ნუ ერთია ხართ თუ არა ხართ ეგ ცალკე საკითხი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანებს გქონი ხართ უკომპრომისო. ანუ მხოლოდ თქვენს პოზიციას რომ ითვალისწინებთ და სხვა ადამიანის სიმართლის მოსმენა და გათვალისწინება შეიძლება არ გიყვარდეთ. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანები ასე ფიქრობენ, ვინც ჩაიფიქრეთ. ასევე რატომღაც მიჩნდება ეგეთი შეკითხვა კი და შთაბეჭდილება, რომ შეიძლება აი ეს კონკრეტული შემთხვევა ხა გარემო, საზოგადოება თუ კონკრეტული ადამიანი შეიძლება როგორ გითხრათ, ეხლა მთლად მაინც და მაინც დალაგებული ურთიერთობა არ გქონდეთ. ყოველ შემთხვევაში უმრავლესი თქვენგანისთვის, ვინც ეს ვარიანტი აირჩიეთ, ან გაბუტულები ხართ, ან პაუზაში ხართ, ან რაღაცა კონფლიქტი იყო თქვენ ორში და ამ ადამიანს გონია, რომ რას დამაცეცხლეო, რას მიმალანძღეო, ჩემიც მოგესმინაო, აი ეგეთ რაღაცას გეუბნებათ, რომ გაგეთვალისწინებინაო, მოგესმინაო, იქნებ რას ვიძახდიო, იქნებ მე რა მიზეზი მქონდაო, თითქოს აი ეგეთი შთაბეჭდილება და ეგეთი ფიქრები აქვთ ადამიანებს ეხლა ამ მომენტისთვის თქვენთან დაკავშირებით რა. იმიტომ რომ აი ხალხი თulis რომ აი თქვენი სიმართლე გაქვთ, თქვენი პოზიცია, ხალხი ახლა მთელ ნაცნობობას კი რა, აი ვინც ჩაიფიქრეთ ეს კონკრეტული გარემო. ფიქრობენ რომ აი თქვენი სიმართლე გაქვთ, თქვენი ნაჭუჭში გაქვთ მოქცეული თქვენი პიროვნება და ან ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც თქვენ გინდათ და ან არა და საერთოდაც ესე მოიშორებთ ხოლმე ადამიანებს თავიდან.
სხვათა შორის ფიქრობენ, რომ საკმაოდ ემოციური ადამიანიც ხართ და მაინც და მაინც არ უნდა მოწონდეთ ის ფაქტი, რომ თქვენთან ახლა ესეთ ურთიერთობაში არიან, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ამ კონკრეტული ადამიანისთვის ან ებისთვის მნიშვნელოვანი ხართ და თქვენი დაკარგვა დიდი ალბათობით არ უნდათ. ყოველ შემთხვევაში ის შინაგანად მათი სურვილი იყო. ანუ სრული იყო, რომ შენარჩუნებული იყო თქვენი ურთიერთობა და თქვენ რაღაც ესე სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილება, ეგ ფაქტი დიდად არ მოწონთ. ეხლა ვიკითხოთ რეალურად როგორი ადამიანები ხართ, იმიტომ რომ იქნებ გქონდათ ესე მიზეზი გაბრაზების, ხო? იმიტომ რომ აქ რაღაც არკანი კოშკიც მიზის და საინტერესოა. რეალურად როგორი ხალხი ხართ, აბა? ეს გავიკეთ, რას ფიქრობენ და რეალურად როგორი ადამიანები ხართ? რეალურად ფიცხი ხასიათის ადამიანები ხართ უმრავლესი თქვენგანი, ნუ ყველა არა, მაგრამ საკმაოდ იმპულსური, ცეცხლოვანი ხასიათის ადამიანები უნდა იყოთ. სწრაფად შეიძლება ბრაზდებოდეთ რაღაცებზე, მაგრამ სწრაფადვე შეიძლება გავიწყდებოდეთ და აი 15 წუთში შეიძლება ისიც აღარ გახსოვდეთ, რატო გაუბრაზდით და რას მოყვა ეს კონფლიქტი. მოკლედ აი უცებ ასწრებთ ყველაფერს. გაბრაზებასაც და პატიებასაც. მაგრამ ამასთანავე სხვათა შორის მგონია, რომ აი მართლა სწრაფად შეგიძლიათ ჩაჭრათ თქვენი კავშირები და ადამიანები გააცილოთ საერთოდ სხვა ნაპირზე და თქვენ დარჩეთ აქეთ თქვენთვის ცალკე. ნუ სხვა ნაპირზე ამ შემთხვევაში ვიგულისხმე ის, რომ აი ისე გაუშვათ ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან, რომ აღარც კი განიხილოთ მერე მათთან შერიგება. და სხვათა შორის თქვენ ხართ ისეთი ადამიანები, რო ფიქრობთ, რომ დასასრულებელი უნდა დასრულდეს და უაზრო დროისა და ენერგიის დათმობა იმ, ასე ვთქვათ, ურთიერთობებისთვის, რასაც ფიქრობთ, რომ უკვე დასრულებულია და რაც მკვდარი რატო მოდის ეს თავში, არ ვიცი, მაგრამ როგორ გითხრათ? აი როგორც გამხმარი მცენარის მორწყვას არა აქვს აზრი, აი ესე ხართ თქვენც, რომ ურთიერთობა, რომელიც უკვე აირია და შევიდეთ ჩიხში, იმას აღარ ებღაუჭებით, რა ვსე უბრალოდ მოსჩანსო დავასრულეთ, აბა კარგად იყავი. აი ეგეთი განწყობის ადამიანები ხართ, რეალურად მთლად შორსაც არ არის ის შთაბეჭდილებები, რაც ახლა ამ ადამიანებს გააჩნიათ თქვენთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად უფრო უხეშ და ხისტ ადამიანებად ხედავენ, ვიდრე რეალურად ხართ, იმიტომ რომ აქ არკანი ჰერმიტიც მიზის და საერთოდ გონია, რომ თქვენ რაღაცაი თქვენი წყნარი, მშვიდი ატმოსფერო გჭირდება და ზედმეტი რეალია და ხალხმრავლობა დიდად არც გსიამოვნებთ. შესაბამისად, ვის დაკარგავთ და ეხლა ვის რა ეწყინება, არც გეთარდებათ რა, ანუ არ აქცევთ მაგ ყველაფერს ეგეთ დიდ ყურადღებას და მნიშვნელობას. და საკმაოდ შრომის მოყვარე ადამიანები ხართ, საკმაოდ მიზანდასახულებით და ეგ არის რა, აი ზუსტად ეგ არის. იცით თქვენი დრო და ენერგია რაში უნდა ჩადოთ. და თქვენ შემთხვევაში ეს არის უფრო კარიერაზე, სამსახურზე, ფინანსებზე და ეს რაღაც უაზრო შეკრებები, უაზრო ლაყაფობები და ჭორობები არ გედარდებათ, არც გეფიქრებათ და შესაბამისად სავარაუდოდ აი ეს ადამიანებიც, რომლებიც ახლა თქვენზე ესე ფიქრობენ, ეგ არის, რომ ანუ კი არ უნდა თქვენთან ურთიერთობის დასრულება, მაგრამ იძულებულები აღმოჩნდნენ, რომ ისინი შორს ყოფილი იყვნენ და თქვენ აქეთ გაგეგრძელებინათ თქვენთვის შვიდად ცხოვრება. ეხლა გემშვიდობებით, ჩემო მეორე ვარიანტის ამორჩევლებო, ლაიქები, კომენტარები. ასევე შეგიძლიათ გააზიაროთ ვიდეო ისეთ თქვენს მეგობრებთან, ნაცნობებთან, ახლობლებთან, ვისაც ისიც რომ აინტერესებს ეს საკითხები, ძალიან გამახარებთ და ძალიან დამეხმარებით. და მადლობა წინასწარ მათ, ვინც ამას გააკეთებთ. ეხლა გადავალ მესამე ვარიანტზე, ძლივს რომ მოვიფიქრე, რომელი დასტამრჩია მესამე ვარიანტისთვის. აი, ეს დასტამრჩ ჩაიფიქრეთ. აბა რა ხდება ახლა თქვენთან? თქვენზე რა შთაბეჭდილება აქვს ხალხს?
კაი. გავიგე. თქვენზე რა შთაბეჭდილება აქვთ ადამიანებს შექმნილი და ფიქრობენ იმას, რომ ორსახოვანი ადამიანი ხართ. ძალიან ორსახოვანი, ანუ მაინც და მაინც იმას კი არ გულისხმობ, რომ ვინმეს ატყუებთ ან ეთამაშებით. არა. გულისხმობ იმას, რომ თქვენში ორი ურთიერთსაპირისპირო განწყობა, ხასიეთი, აი თითქოს რაღაცა გაორებული ადამიანი ხართ. შეიძლება ზოდიაქოთი იყოთ მუტაბელური ნიშანი, მაგალითად, ტყუპები, სასწორი, თევზები, მშვილდოსანი შეიძლება. აი რაღაცა ორმაგი ბუნება გაქვთ და ამას ადამიანები კარგად ხედავენ. თქვენი ერთი პიროვნება და ერთი მხარე შეიძლება იყოს ძალიან მეგობრული, ძალიან კომუნიკაბელური, საკმაოდ გულგახსნილი ადამიანი, მაგრამ მეორე პიროვნება არის ისეთი. უფრო დინჯი, უფრო მშვიდი, ბევრად გაწონასწორებული, ხო, ცოტა ისეთი იცით რა არის? ცოტა ისეთი პასუხია. ერთდროულად შეგიძლიათ იყოთ ძალიან ბავშვურიც რაღაც მხრივ შეიძლება ითქვას, მაგრამ თან ამასთანავე მაქსიმალურად პასუხისმგებლურიც და პასუხისმგებლიანი და დისციპლინირებულიც. აი რას გულისხმობ ახლა ბავშვურში და ბავშვურად ლაღი შეგიძლიათ იყოთ, როცა ერთობით, როცა თქვენთვის სასიამოვნო გარემოცვაში ხართ და მაგ დროს საერთოდ გავიწყდებათ ის პასუხისმგებლობები და ის რაღაც თუნდაც საფიქრალი, რაც ყოველდღიურობაში გაგაჩნიათ, მაგრამ აი როგორც კი რაღაცა გადიხართ თქვენს რეალურ ცხოვრებაში, თქვათ აი რომ მოწყდებით ამ რაღაც სამეგობრო შეკრებას, აი მერე ხდებით ისევ რაღაც დისციპლინირებულიც, საქმიანიც, პასუხისმგებლიანიც, პუნქტუალურიც. სხვათა შორის ადამიანები ფიქრობენ, რომ ფინანსურად საკმაოდ მყარად ხართ, სტაბილურად ხართ, ასევე ფიქრობენ იმას, რომ ყველაფერს, რასაც მიზნად ისახავთ, შეგიძლიათ, რომ მარტივად მიაღწიოთ, ადამიანებს ესე ჰგონიათ ყოველ შემთხვევაში და ასევე თქვენი ეს ეზოთერული ინტერესები რაღაცნაირად შესამჩნევია ხოლმე ხალხისთვის და ვიღაცებს შეიძლება გქონდეთ განცდა, რომ აი თქვენს წარმატებებს ხელს უწყობს მაგალითად რაღაცა მაგიური манипуляციები. ოღონდ ძირითადად ამას უფრო თქვენს კარიერულ და საქმიან ნაწილში ხედავენ, ანუ აი მაგალითად ბარაქის რიტუალები თუ რაღაც, ანუ ადამიანებს შეიძლება ეგონოთ, რომ თქვენ ამ ყველაფერს იყენებთ და ხო, რატომაც არა. მაგრამ ნუ რაღაც შთაბეჭდილებაზე გკითხულობთ და ეგეთი შთაბეჭდილება და განწყობა აქვთ. ამასთანავე ადამიანებს გონიხართ ძალიან სამართლიანიც. თითქოს დაუფიქრებლად არასოდეს არ მიიღებთ გადაწყვეტილებას და ყველა თქვენს სიტყვას კარგად აწონ-დაწონით, სანამ გააჟღერებთ. ეგეთი ფიქრებიც ჩანს. და ასევე ხედავენ საკმაოდ იცით როგორი ბუნების ადამიანს, აი თითქოს თქვენში ხედავენ ძალიან დიდ პოტენციალს, შესაძლებლობას, რესურსს, რომელსაც თითქოს არ ავლენთ. და ვიღაცები შეიძლება ფიქრობენ იმას, რომ თქვენ რაღაცა ისეთი ან ნიჭი გაქვთ, ან საქმიანობა, ან პროფესია, მოკლედ რაღაცა არის ისეთი, რასაც ადამიანები თქვენში ხედავენ, ამჩნევენ, მაგრამ იმასაც იაზრებენ, რომ თქვენ ამ რესურსს არ იყენებთ და არ ახდენთ ამის რეალიზებას. აი ვიღაცებთან ეს ნაწილიც არის. თუმცა ეს უფრო მცირე ნაწილთან მგონია, რომ იქნება. მესამე ვარიანტი იქნება მოახერხოთ და თუ არის რაიმე ესეთი სფერო თქვენს ცხოვრებაში, რაც იცით, მაგრამ დროებით გვერდზე გადადებული გაქვთ, ან მივიწყებული პროფესია გაქვთ, ჰობი, საქმიანობა, იქნებ დამიწეროთ, იმიტომ რომ
ჩემთვისაც არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ ახლა ეს ინფორმაცია მოვიდა და რაღაცა ჩემთვისაც საინტერესოა. მოდი ახლა ვიკითხავ, რეალურად როგორი ადამიანები ხართ? რეალურად როგორი ადამიანები ხართ? როგორი ადამიანები ხართ რეალურად და აი galaktions რომ აქვს ლექსში რა იციან მეგობრებმა თუ რა ნაღველს იტევს გულიან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული ეგეთი ხალხი ხართ. ყველას გონი ხართ ძალიან ისეთი გულგახსნილი, მხიარული, ხო როგორც აღწერეთ ეგან, მაგრამ შინაგანად ძალიან ნატკენი ხალხი ხართ, შინაგანად ძალიან ბევრ ტკივილს დაატარებთ შეიძლება. ძალიან მარტოსულები შეიძლება რომ იყოთ და საკმაოდ ფანტაზიური მეოცნები ხალხით, ოღონდ ახლა ეს თუდად არ გაიგოთ. აი თქვენი ოცნების სამყარო გაქვთ, თქვენი შექმნილი იდეალური რეალობა, სადაც ცხოვრობთ მაშინ როცა ხართ მარტო. მაგრამ რეალურად აი ძალიან ბევრ ტკივილს ატარებთ. ძალიან და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენს გარშემო არსებობდნენ ძალიან ბევრი ადამიანი, თითქოს ბოლომდე ვერავინ ვერ გიახლოვდებათ ემოციურ, ანუ არც უშვებთ ადამიანებს. კი. ანუ არ უშვებთ, ახლა მე იმას კი არ ვიძახი, ჩვეულებრივად შეიძლება ფიზიკურად ადამიანების გარემოცვაში იყოთ, მაგრამ აი შინაგანად თქვენ ხართ რაღაცა აი თქვენს ნაჭუჭში და გარშემო არიან ადამიანები. აი თქვენ თვითონვე გაქვთ ეგ შექმნილი ეგ ზღუდე. მესამე ვარიანტი. რა ხდება თქვენ თავს? რატო ჩამოფიქრეთ? მოკლედ ხალხო. ვისაც გამოწერილი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი. პირადი კონსულტაციებისთვის უნდა დამიკავშირდეთ ნომერზე 511 14 91 ლაიქებში და კომენტარებში გელოდებით. ახლა დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.